გამარჯობა მეგობრებო, დღეს ესე იგი ვისაუბრებთ ფინანსებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ახლა თავისუფალი სივრცე აქ ხა კომენტარები რადგან გათიშულია, ვინც არ ღებულობთ ამ ინფორმაციებს, შეგიძლიათ არ მიიღოთ და მე მესმის რომ ყველა არ დაეთანხმება, იმიტომ რომ ცოტა კრიპტოვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ კრიტიკულად, მეორე მსოფლიო ომსაც უნდა შევეხოთ და ეს ყველაფერი როგორ არის ერთმანეთთან რაღაცა ნაწილით, რაღაცა კუთხით დაკავშირებული, ხო და და იმის თქმა მინდა რომ ვინც არ ეთანხმებით, ნუ ეთანხმებით, მაგრამ სხვისი შეხედულებებიც უნდა მოისმინოთ რა. ხო, ესე იგი პირველ რიგში სანამ ფინანსებზე გადავალ, უბრალოდ ერთი ინფორმაცია მინდა დავამატო ვიკიპედიიდან გუშინდელ ვიდეოზე, მაგრამ წინა ვიდეოზე რა, საუბარია ჩიპიზაციის მე-11 ნაწილში ჩვენ იქ ერთ-ერთი იმაზე ვისაუბრეთ ორაკულზე, ესე იგი იქ იყო საუბარი, ესე იგი ეცე გეტყვით ახლავე მეგობარმა მომწერა იქ Oracle, ესე იგი ვიდეოს უყურებდა Oracle, ანუ ორაკულის ლარი ელისონზეო რა. ორაკულის ლარი ელისონზე რო ვახსენეთ წინა ვიდეოში, ესა ორაკულის განმარტება ვიკიპედიაშიო, პიროვნებები ყოველთვის სიმბოლიზმს იყენებენ კომპანიის სახელებსა და ლოგოებში, ანუ შემთხვევით არ ქვია ორაკული მის კომპანიასო რა და მოდი ეგ ინფორმაცია წავიკითხოთ და მე გავაგრძელოთ დანარჩენი რა, მაინც იყოს აქ და მიხარია რომ ზოგადად ხალხი უსმენს ამ ვიდეოებს და ანუ კარგად მიდის ყველაფერი, ლექციების ფორმა ეძლევა. თავისუფალი სივრცეა, ისედაც YouTube-საც და TikTok-საც ისედაც იმდენი შეზღუდვა აქვს ხალხნო, თქვენ რო ყველანი არ დაეთანხმებით ამ ინფორმაციებს, გასაგებია არც ჩვენ ვეთანხმებით ზოგიერთი ადამიანის ცხოვრების წესს და კონტენტებს, მაგრამ ვართ ჩვენთვის ჩუმად. ამიტომ მივიღოთ ერთმანეთის აზრები და ეს ინფორმაციები ხალხს სჭირდება. და როდესაც ზოგადად იტყვია გამოდიხაროთ და ამხელა აუდიტორიის წინაშე, როდესაც ტექსტს იყენებთ, ეს აუდიტორია შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხს აინტერესებს და მოდის. ეს ხალხი მე კი არ შემიქმნია, ღმერთმა შექმნა და მოვიდა და უყურებს ამ რაღაც ვიდეოებს და მოწონთ და ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ზოგი ადრე იგუძებს, ზოგი გვიან, რა ვიცი. მოკლედ მე ვდებ ინფორმაციებს, საჯაროდ ვდებ ლექციებს, ვისაც მოეწონება, ვისაც არ მოეწონება, გათიშოს და გადატრიალდეს და დაიძინოს. მოკლედ ეხა ორაკულზე ვიტყვი, ანუ ეს პატარა ჩანართი წინა ვიდეოს გაგრძელება და დავიწყოთ მე ფინანსებზე. ორაკული თუ გეზარებათ მოსმენა ვიკიპედიაში წაიკითხეთ, ანუ ორაკული ლათინურად ორაკულუმ, ორო ვამბობ, ანუ ორო ვამბობ ვთხოვ. პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა ძველ ბერძნებსა და აღმოსავლეთის კულტურებში. ხშირად სპირიტულ ხასიათს ატარებდა და შეუმცდარ ავტორიტეტად ითვლებოდა. ძველ სამყაროში ბევრმა ადგილმა მოიხვეჭა ორაკულისეული სიბრძნის გადმოცემის რეპუტაცია. ეს ადგილებიც ორაკულები ხდებოდა თავად იმ მჭერმეტყველ პიროვნებებთან ერთად. ორაკულები ცნობილი იყო ანტიკური ხანის ყველა ცივილიზაციისთვის. ჩინეთში ორაკულის ძალების გამოყენებას შანგის დინასტიამდე ძველი წელთაღრიცხვით 1600, ძველი წელთაღრიცხვით 1046 წლები მივყავართ. პირველი ჩინგი, ანუ ცვლილებათა წიგნი, ქრონოლოგიურად დალაგებულ ნიშანთა კრებულია, რომელიც ორაკულად გამოიყენებოდა იმ პერიოდში. გარდა ორაკულისა, პირველი ჩინგს დიდი გავლენა ჰქონდა ჩინეთის ფილოსოფიაზე, ლიტერატურასა და სახელმწიფოებრიობაზე. ჟუს დინასტიიდან მოყოლებული, ძველი წელთაღრიცხვით 1122 წელი, ძველი წელთაღრიცხვით 256 ან წლიდან წლამდე რა. კლასიკურ საბერძნეთში უმთავრესი ორაკული სიბილა ან პითია დელფოს აპოლონის ტაძარში იმყოფებოდა. ორაკულს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ბერძნულ კულტურაში. ბერძნები მას რჩევას ეკითხებოდნენ მნიშვნელოვანი წამოწყებების, ომების, კოლონიების, დაფუძნების და ასე შემდეგ განხორციელებამდე. ნახევრად ბერძნული ქვეყნები საბერძნეთის გარშემო, როგორებიცაა მაკედონია, ლიდია, ცარია და ეგვიპტეც კი დელფოს ორაკულის წინ ქედს იხრიდნენ. ლიდიის მმართველი კრესოსი დელფოს ორაკულს დაეკითხა რჩევას სპარსეთზე შეტევის წამოწყების წინ და ჰეროდოტეს მიხედვით ამგვარი პასუხი მიიღო: შენ გაანადგურებ უდიდეს იმპერიას. ირწმუნა რა, რომ პასუხი მისთვის სასარგებლო იყო. კრესოსმა სპარსეთს ომი გამოუცხადა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი იმპერია გაუნადგურდა. ორაკულს გადმოცემის თანახმად სოკრატე საბერძნეთის უბრძნეს ადამიანად შეურაცხავს, რაც სოკრატეს ასე აუხსნია.
ის ყველაზე ბრძენი იყო, ვინაიდან სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ თავად აღიარებდა საკუთარ უმეცრებას. მესამე საუკუნეში ორაკულმა შესაძლოა ქრთამის მეშვეობით გამოაცხადა, რომ ამიერიდან ღმერთი მას აღარ დაელაპარაკებოდა. კრეტაზე მდებარეობდა მეორე მნიშვნელოვანი ორაკული, რომელიც აპოლონს ემსახურებოდა. მას საბერძნეთში ყველაზე სუსტ ორაკულად თვლიდნენ. ეგვიპტეში ამუნის ტაძარში იმყოფებოდა ორაკული, რომელსაც ბერძნები ზევსს უკავშირებდნენ. ალექსანდრე დიდს ერთხელ მოუნახულებია იგი და გადმოცემით ორაკულს ის ამუნის ვაჟად შეურაცხავს, რასაც უფრო განუმტკიცებია ალექსანდრესთვის წარმოდგენა საკუთარი ღვთიური წარმოშობის შესახებ. ტიბეტში ორაკულებს ისევე როგორც წარსულში ამჟამადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რელიგიასა და პოლიტიკაში. სიტყვა ორაკული ტიბეტელებისთვის მიუთითებს სულზე, რომელიც საჭიროებისამებრ მედიუმი ადამიანის სხეულში ისადგურებს. მედიუმები ცნობილი არიან როგორც კუტენი, რაც ფიზიკურ ბაზისს ნიშნავს. დალაი ლამა, რომელიც გახიზნულია ტიბეტიდან და ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობს, დღესაც ეკითხება რჩევას ნეჩუნგის ორაკულს, რომელიც ტიბეტის მთავრობის ოფიციალურ სახელმწიფო ორაკულად ითვლება. ტრანსისა და დასაკუთრების პროცესი მას სრულად აქვს აღწერილი წიგნში თავისუფლება გადასახლებაში. დანარჩენი ახლა თქვენ ეს ჩიპიზაციის თემას და ტრამპის და ილონ მასკის თემებს უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს წინა ვიდეოში გუშინ რაც ვისაუბრეთ. დანარჩენი ესე იგი უკვე თქვენით უნდა იაზროვნოთ და რა სიმბოლოებია და რატომ არის ჩვენს თანამედროვეობაში ეს ყველაფერი მან იმ კომპანიის ფლობელია თუ კომპანია თუ რაც არის, აი ყველაფერი ჩამჯდარი, დანარჩენი ცოტა თქვენითაც იაზროვნეთ. და დაფიქრდით ამ საკითხებზე. ეხლა მინდა ეხლა რასაც ვისაუბრებ ფინანსებზე, ბევრი არაფერია, მაგრამ ხშირად რასაც მეკითხებია ხოლმე, იმაზე გავცემ პასუხს. ნაწილობრივ, ესე იგი ერთი შეკითხვა იყო ხოლმე, რომ რას ფიქრობ ჰიტლერთან დაკავშირებითო და მეორე შეკითხვა რას ფიქრობ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებითო. პირველ რიგში ესე იგი ვისაუბროთ ესე იგი ჯერ ამ კონკრეტულად ჰიტლერზე არ არის საუბარი, მაგრამ არის გადაცემები, მოკეთ ადრე გადიოდა Discovery-ზე, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მეორე მსოფლიო ომი რო დაგეგმილი იყო ხალხნო, ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს. აი ხა ჩვენს თვალწინ რაც ხდება რუსეთ-უკრაინის ომი, ეხლა TikTok-ზე ხდება ხოლმე, აი წყვილები, ისე რა ქვია, ახალგაზრდა წყვილები რა, სკოლა რო ახალი დამთავრებულები ქონდათ და ერთად შეყვარებულები რო იყვნენ და გოგოებს უდებ თავიანთი ათასობით არის ესეთი თავიანთი შეყვარებული ბიჭების 18, 19, 20 წლის ბიჭების და ზევით პლუს რა და ძმების და მამების ფოტოები რა, რომლებიც ჩადეს მიწაში. ეხლა თქვათ გამოდის ზელენსკი და იძახის რომ ჩვენო მოგვატყუესო და რა ქვია, ჩვენო მოგვატყუესო და ევროკავშირში და ნატოში და იმაში არ გვიღებენ მოკლედ. ეს ხო უნდა მიხვდეს, საზოგადოება ხო უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ესე იგი ეს პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის უკვე აი თვალებში რადონის ნაცრის შეყრა, ხო? რისთვის ჩადეს ამდენი ხალხი მიწაში? აი რისთვის? გინა ერთმა მხარემ, გინა მეორე მხარემ. ხო უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ეს რაღაცა გლობალურ ბიზნესს ემსახურება ეს ომები და პლუს ტოტალურ კონტროლს და თავიანთ გეგმებს რა და ეხლა რაზე არის საუბარი, იცით რომ ზოგადად რატო დაემართა ეს აი უკრაინას რატო დაემართა ეს და სანამ მეორე მსოფლიო ომზე გადავალთ რომ რატო დაემართა ეს უკრაინას, თუნდაც რუსეთს რატო დაემართა ეს ყველაფერი, რომ რუსეთიდან ხო იხოცება ხალხი წასულები ომში, რომ როდესაც პროცესები მიდის, საერთოდ სისტემაში რა როგორ მუშაობს. როდესაც პროცესები მიდის და შენ ესე ვთქვათ ცხოვრებით ხარ მარტო დაკავებული და რასაც სისტემა გეუბნება რომ შენ იმუშავე, გადასახადები გადაიხადე, იყავი მომხმარებელი რეკლამების ზეგავლენის ქვეშ და რაღაცა, შენ მეტი არაფერი არ გეხება და შენ რომ გონი არაფერი არ გეხება და არ შეგეხება, აი ზუსტადაც რომ შეგეხება ყველაფერი. ეს ხალხი აი მოდი აქ ვიმეს კი არ ვაკრიტიკებ ამ გარდაცვლილ გმირებს და იმას კი არ რაღაცა წუნს კი არ უდებ, ან რისი თქვა მინდა პარალელი რომ გავალოთ და ეს ასევე იყო ეს მეორე მსოფლიო ომის დროსაც, სადაც ჩვენი ბაბუები გარდაიცვალნენ, გმირულად დაეცნენ, მაგრამ საერთო ჯამში რისთვის დაიხოცა ამდენი ხალხი, ხო? გმირები არიან, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ და აქ დარჩენილი ჩვენი ის ბებიები და დიდი ბებიები, რომლებიც ჩვენს ბაბუებს ელოდებოდნენ, მაშინ საერთოდ სხვა მეტალობა და ერთგულება იყო, ისინიც გმირები არიან ანალოგიურად, ხო და
მარტოება დაზარდეს მთელი თაობები, ხო და აქ რაზე არის საუბარი, როდესაც აი ეს ხალხი, რომლებიც ეხა გარდაცვლილები არიან და ამხელა სასაფლაოებია, ხო? უკრაინაში, ხო? გინდ რუსეთში. უბრალოდ უკრაინის მხრიდან უფრო მეტი დაღუპულია და აი რისი თქმა მინდა, აი რა არის ახლა თავიანთი ცხოვრები ცხოვრობდნენ და არ იბრძოდნენ იმ ანუ ნახეთ ის რაც ჩვენ რო სარწმუნოებას ვიცავთ აქ რო რაღაცა პოლიტიკური პროცესები მიდის რომ ეს უკვე ჩვენ გვეხება ეს არ არის უბრალოდ მთავრობებს შორის რაღაც ურთიერთობა აი მთავრობებს შორის არის ლაპარაკეს და ეხა იწყებენ ლაპარაკს როდესაც ხალხი ამოიხოცა და შედალოცილო მანამდე გელაპარაკა თუ ეს გულწრფელი პოლიტიკაა მაგრამ ეს ხო დაორგანიზებულია ყველაფერი ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ იქ სადღაც მაიდანი ხდება ის მე არ მეხება ის მე არ მეხება ანუ ეს დღეს არის ინფორმაციული ომი ანუ ამ ადამიანებმა თქვენს ანუ ხა პიროვნულად აქ იმაზე კი არის ანუ ამ ადამიანებმა უბრალოდ თავიანთი ცხოვრება განარამე დააშავეს არა თავიანთი ცხოვრებით იცხოვრეს არავის საქმეში არ ჩარეულან მაგრამ საერთო ჯამში არ უბრძოლიათ ანუ აქ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ თუ არ ჩვენ დღეს ნახეთ ეს არ არის მარტო ბიძინას დამსახურება საქართველოში დღეს ომი არ არის არა ხალხი გამოფხიზ და კოვიდის ამბებმა ამ 30 წლიანმა განვლილმა ისტორიამ ჩვენ რაც ნახეთ რომ რუსეთი და დასავლეთი არაფერს არ აკეთებს იმის გარდა რომ ქართველები ერთმანეთში აომოს რა ხო და ნელ-ნელა იწყებს ხალხი გამოგვიძებას და აი ამან გამოიწვია ეს რომ ჩვენთან დღეს ომი არ არის ხო ხვდებით და ზუსტად აი ამ პროცესებმა უკრაინაში დააგვიანა იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ალბათ ეს ხა რას უძახიანი პერესტროიკა ყველამ გაიარა საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა მაგრამ ეთქობა ეს გამოცდილება არ ქონდათ ან გონიერება დააკდა საზოგადოებას იმ კუთხით რომ არ ჩაერიან ამ პროცესებში და როდესაც პროცესებში არ ჩაერიან ეს პროცესები ჩაერიან მათ ცხოვრებაში ხო კიდევ ერთხელ ვიძახე მე არ ვაკრიტიკებ ამ ხალხის ან პირად ცხოვრება მე შეფასება რაზე არის აქ საუბარი რომ ჩვენ თუ ანალიტიკას არ გავუკეთებთ აი ამ წარსულ მოვლენებს ამ 90-იან ბოლო 30-იან წლების და 90-იან წლების მოვლენებს აი მეორე მსოფლიო ომი ეს თქვა წმინდანებად რო ყავთ შერაცხული ეს ბელადები და ვიღაცა მსოფლიო ლიდერები და ასე შემდგომ ანუ ეს ხალხი რა ომებს აორგანიზებენ ამას თუ არ გაუსვათ ხას და ამაზე თუ არ დავფიქრდებით ჩვენ მომავალშიც და დღევანდელობაშიც კიდევ ერთხელ მოგვატყუებენ და ჩვენც ესე ათასობით ადამიანებს ესე როგორც რუსებს და უკრაინებს და სოფლიოში კიდე სხვა ომები მიდის ესე ჩადებენ მიწაში ხო და იმისაც რომ ჩვენ გადავჭეთ ამ ინფორმაციულ ომში ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ანალიტიკური აზროვნება და საუბარი და დიალოგი ერთმანეთთან და აი ამ ინფორმაციების განხილვა რა თქმა უნდა აქ ყველაფერში არ დაეთანხმება მაგრამ ეს ინფორმაციები არის ჩვენთვის ხელსაწყოები რომელიც საერთო საქმის გაკეთებაში გვეხმარება აქ ახლა ერთი ანუ დოლარის თემაში არის ანუ მეორე მსოფლიო ომზე სხვადასხვა რაკურსიდან შევხედავთ ეს არის ერთ-ერთი სხვა რაკურსი რაზეც აქ საუბარია ესე იგი დოლარის გაბატონება როგორ მოხდა თლიანად ანუ დოლარის ერთ-ერთი მიზეზი არ ვამბობ რომ ერთადერთი მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა მეორე მსოფლიო ომი დაიგეგმა რომ ერთ-ერთი რომ გაბატონებული იყო მსოფლიოში დოლარი რა დოლარი ყოფილიყო მთავარი ვალუტა რა და ზუსტად ანალოგიური ხდება იმიტომ ბარემ მივაბი კრიპტოს ამის მერე კრიპტოზე ვისაუბრებ რომ ანალოგიური პროცესი ხდება რაც გუშინ ვისაუბრე რომ ტრამპის გაპრეზიდენტები და ტრამპისა და ილონ მასკის ერთობის შეკვრით მათ მესამე მსოფლიო ომი დაწყების გარეშე ისე მოიგეს რომ არც დაწყებულა პირდაპირ მოიგეს უკვე წინასწარ ხო და აი ეს არის ამაზეა საუბრო ეს აი აქ რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომში დოლარის გაბატონება ეხლა ხდება კრიპტოვალუტის ანუ ციფრული ვალუტის გაბატონება ჩვენ უბრალოდ რეალობას არ უნდა ჩამოვრჩეთ და უნდა ვიცოდეთ რა პროცესები მიდის ეხლა მე ვერ დავჯდები და ყოველდღიურ ნიუსებს აქ მე ვერ გამოვაცხადებ მაგრამ მასშტაბები რაც არის ანუ მსხვილად რაც მიდის უნდა ვიცოდეთ რა ანუ მსხვილ მასშტაბებში რა ხო და კიდევ ერთხელ დავამატებდი რომ ეს ვაქცინაციის თემები და ყველაფერი მთლიანად არის მთლიანად ჩიპიზაციას რაც ეხება დაკავშირებული ეს ყველაფერი ამ ჯანდაცვასთან, ამ კრიპტოვალუტებთან, ციფრულ ვალუტებთან, ამ კრიპტოვალუტებს და ციფრული ვალუტა რაც ყველაფერს მე გააერთიანებენ. რა უბრალოდ სხვადასხვა კრიპტოებით, სხვადასხვა ერების შემოტყუება ხდება იმაში რა, ასე თქვა, ციფრულ სამყაროში რა, ციფრული ფული რო ეჭიროს ხალხს ხელში, რომ მე მთლიანად ერთი მთლიანი ციფრული ფული იქნება ამ ხეცის კომპიუტერიდან რა სუპერკომპიუტერიდან რასაც წინასწარ ჩიპიზაციაში ვისაუბრეთ და ზუსტად ჩიპიზაცია არ არის მარტო ჩიპიზაცია ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების ჩიპიზაცია უკვე არის ხდება აცრებით ან პირდაპირ ვიძახით აცრებით შეყავთ
მძიმე მეტალები და ნანო ნაწილაკები და ნანო ესე თქვა ნანო რობოტები რა. ანუ ეს არის 100%-იან, რითაც მე 5G ანტენებით აამუშავებენ. პლუს დავამატებდი კიდევ ერთხელ რომ თუ კი რამე სხვა ფილმი გამახსენდება გეტყვით, მაგრამ უყურეთ ფილმს Black Widow. Scarlett Johansson რო გამოდის, Marvel-ის ერთ-ერთი ფილმია. ახლა შეიძლება მთლიანად Marvel-ს არ უყურებდეთ, არ გქონდეთ ნანახი, მაგრამ Marvel-ის კინოსამყაროდან არის, სადაც არის კონკრეტულად ნანო ნაწილაკებზე საუბარი. იქ ესე თქვა წითელი ოთახის უფროსი ვინც არის იმ ფრინავ ხომალდში, როდესაც ეს ნატაშა რომანოვა მიდის მოსაკლავად, რო ვერ კლავს იმ უფროს, დააკვირდით იქ რა დიალოგებია. აი დააპაუზეთ და ნელ-ნელა უყურეთ, ქართულად მოусმინეთ, რომ კარგად ჯიმ უიზერ ემაზე დევს, რომ კარგად მოусმინეთ რაზე არის საუბარი. ეს არის ზუსტად რა გამოვიდა, როდის გამოვიდა 2021-ში თუ რაღაც ეგრე, 22-ში თუ 21-ში და თვითონ იქ ფილმის მოვლენები 2016 წელს მიდის მე მგონი. ყოველ შემთხვევაში 2030 წლისთვის უკვე გამოაცხობენ მაგ ყველაფერს. მოგეთ ხა ეს არის კონკრეტულად TikTok-ის ერთ-ერთი ვიდეოებიდან ამოვიღე და პირდაპირ გეუბნებით რომ ხახნო ეს ინფორმაციები ყველასთვის საჯაროა, მაგრამ ხელმისაწვდომი გონებრივი და მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველასთვის არ არის. იმიტომ რომ ამას თქვენ ვერც კი გაიგებთ, არც კი შეგხვდებათ for you-ზე პირდაპირ გეუბნებით რა. იმიტომ რომ კი არა მე ვინმეზე მაგარი ტიპი ვარ, არა. ანუ თვითონ ცნობიერების დონეებს აქვს თავისი აი ესე თქვა აი ალგორითმები აქვს, როგორც TikTok-ს აქვს თავისი ალგორითმები, ასევე ცნობიერების დონეებს აქვს თავისი ალგორითმები. იმისათვის რომ შენ ეს შეგხვდეს ეს ვიდეო ამისათვის შენ უნდა იყო მზად. შენ ეს ვიდეო არც შეგხვდება, იმიტომ რომ შეგხვდეს ვერ დაინახავ. აი სახარებაში წერია რომ თვალები გქონდეს ადამიანს და ვერ ხედავდეს, აი ეგ მდგომარეობა, ესეც ალგორითმი ერთ-ერთი. ამიტომ ახლა ამაზე არის საუბარი. ეს არის FSB-ს, რუსული FSB-ს ლექციიდან, საიდუმლო მასალებიდან, რუსული საიდუმლო მასალების FSB-ს ლექციები უკვე გამოვიდა ზოგი საჯაროდ და ეს ვთარგმნე და ეხლა პირდაპირ წავიკითხავ ამას. ერთ-ერთი FSB-ს აგენტი ხსნის. მეორე მსოფლიო ომი ეს არის დოლარის მიმოქცევის პროცესი. ისტორიული ქრონოლოგია ასეთია, რომ 1913 წელია და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც დოლარის იმიტაციას აკეთებს, ეს კერძო კორპორაცია და როგორც კერძო კორპორაცია ამტკიცებს 1913 წელს თუ რომელი ვალუტა დომინირებს მსოფლიოში, ინგლისური ფუნტი სტერლინგი. ეს გახლავთ, ანუ 1913 წელს ჯერ კიდე ანუ ინგლისური ფუნტი სტერლინგი იყო მთავარი მსოფლიოს ვალუტა. ეს გახლავთ მაგ დროს ერთადერთი ყველგან მიღებული მსოფლიო საერთაშორისო ვალუტა. იწყება პირველი მსოფლიო ომი, საბრძოლო ტერიტორიებზე ადგილობრივი ვალუტები ეცემა და დოლარის ამოწევა ხდება. უთანაბრდება სხვადასხვა ვალუტებს და იწყებს მათ წინაშე კონკურენციის გაწევას და ვალუტების ბალანსი ხდება. ანუ პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი მიზეზი ეგ ყოფილა. 1941 წელი და 41 წელი დგება და რუსეთში იწყება მეორე მსოფლიო ომი. ყველა მეომარი ძალის ტერიტორიაზე მყოფი ვალუტა ძირს ეცემა და ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ომი ამ დროს არ მიდის, ეს გახლავთ ამერიკა. მათთვის ვინც მეორე მსოფლიო ომი შეუკვეთა და დააორგანიზა. ამაშია საფუძველი, ვინც შეუკვეთა და დააორგანიზა, დამთავრდა 1944 წელს და მოხდა ბრეტონს ვუდსის შეთანხმება. ეხლა პატარა ჩანართი რა არის ეს ბრეტონს ვუდსის შეთანხმება. შეგიძლიათ დაგუგლოთ ასევე ბრეტონ ვუდსის შეთანხმება. ბრეტონ ვუდსის სისტემა, ინგლისურად ბრეტონ ვუდსის სისტემა, ანუ ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემა, რომელიც ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე მიიღეს 1944 წლის 1-22 ივლისს. სახელწოდება მომდინარეობს აშშ-ს შტატ ნიუ-ჰემფშირის კურორტ ბრეტონ ვუდსიდან. ამ სისტემამ საფუძველი ჩაუყარა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი IBRD, ანუ მე მგონი EBRD-ს რო უძახდნენ, თუ მე მგონი ეგ არის, არ ვიცი, შეიძლება არა. და საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF. დოლარი გახდა საერთაშორისო ფულის ერთ-ერთი სახეობა ოქროსთან ერთად. ეს იყო გარდამავალი ეტაპი ოქროს სტანდარტიდან თავისუფალ კონვერტაციამდე მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე. სისტემის მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო ჯონ მეინარდ კენსი. სისტემის ფარგლებში აშკარად გამოკვეთილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების როგორც მსოფლიო ეკონომიკის ლიდერის როლი, რადგან მთელი ვალუტების დოლარზე მიბმა
მას მრავალ უპირატესობებს აძლევდა. სისტემა მიარსება მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე, სანამ თვითონ აშშ არ გამოვიდა სისტემის წინააღმდეგ და უკვე იამაიკის კონფერენციიდან ქვეყნები შეთანხმდნენ საკუთარი ვალუტების მეტნაკლებად ცურვაზე ერთმანეთის მიმართ. გავაგრძელოთ. ეს არის ბრუტოს ვუცის შეთანხმება. თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოიტანდი დოლარს, ამ შეთანხმების თანახმად $35 მიესადაგებოდა 31.1 გრამ ოქროს. ერთადერთი ვალუტა, რომლის შეფარდებაც ხდებოდა ოქროზე, ეს გახლდათ უკვე მხოლოდ დოლარი. თუ კი თქვენ აშშ-დან შემოიტანდით დოლარს, მაშინ ვალდებული იყავით, რომ ბრეტონ ვუცის შეთანხმების შესაბამისად ეს ქაღალდი ოქროში გაგეცვალათ. ხოლო თუ კი საფრანგეთში შემოიტანდით ფრანგულ ფრანკს ან კიდევ ინგლისში ინგლისურ ფუნტს, მაშინ თქვენთან ვალდებული არავინ არაფერში არ იყო, მარტო დოლართან მიმართებაში იყვნენ ვალდებულები ოქროთი უზრუნველეყოთ გაცვლა. აი ეს გახლავთ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ბრეტონ ვუცის შეთანხმება. ფულის კავშირი იყო, მაგრამ უკვე ირიბი. დასაწყისში დოლარი, ხოლო შემდგომ დოლარის უკან კი ოქრო იდგა. და ამას ჩავაგდებ ეგვიპტური მატრიცის დასაკრავ სიაში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის თემებს უკავშირდება რა. სხვადასხვა მიმართულებიდან უნდა შევხედოთ ამ თემებს. ახლა გადავდივართ კრიპტოვალუტაზე. ანუ მე კითხემოდნენ კრიპტოვალუტაზე, ერთი რუსულად მოსაუბრე ბიჭი იყო, სადაური იყო არ ვიცი, რუსულად მოსაუბრე ბლოგერის აზრი ვთარგმნე პირდაპირ და მე ვეთანხმები ამ აზრს რა კრიპტოვალუტაზე. მე მესმის რომ ვინც ამით არის დაკავებული არ ეთანხმება, მაგრამ თქვენ საქმესა თქვენ იცით. ტრამპ კოინის ფასი დავარდა. მე უბრალოდ შოკში ვარ. ბუკვალურად გუშინ ვუყურებდი ვიდეოებს და ხალხი სიხარულისგან ხტუნაობდა და თავი მილიონერებად რომ მიაჩნდათ, დღეს უკვე თავი კისერზე ძრიფს უჭირავთ. მოდი გულწრფელად ვისაუბროთ საერთოდ რა არის ეს კრიპტოვალუტა. აქ ყველაფერი აშენებულია სიძუნწეზე. სერგეი მავროდი მართალი თქვა მაშინ, რომ ჩვენ მილიარდობით ფულს ადამიანების სიძუნწეზე გამოვიმუშავებთო და თუ კი შენ დაიწყე კრიპტოვალუტით მუშაობა, დაიმახსოვრე რომ დაიჯერე გინდა რა, შენ სერიოზულ პრობლემებში იმყოფები. ერთხელ ძალიან ჭკვიანმა ფსიქოლოგმა თქვა ასეთი აზრი: თუ კი შენ კაზინოში ფული მოიგე, ყველაზე საუკეთესო რაც კი შენ ამ დროს შეგიძლია გააკეთო, არის ის რომ აიღე ეს ფული და კაზინოს იქვე დაუბრუნეო. მოიბოდი, შეპირჯვარი გადაიწერე, ღმერთის წინაშე ლოცვა თქვი და ღმერთს თხოვე რომ უფალო გამათავისუფლე ამ ბაცილისაგან, იმიტომ რომ ეს გახლავთ ბაცილა. ჩათვალე ეს გახლავთ ბაცილა, ყველაზე ნატურალური ბაცილა და თუ კი ეს ბაცილა თქვენს ტვიში მოხვდება, მორჩა, ჩათვალე, ეს შენი აღსასრულია. შენ ამ ციფრულ ფულში დატოვებ საერთოდ ყველაფერს. დატოვებ ფულს, დანაზოგს, მთელ შენს ქონებას დატოვებ იქ, გაყიდი უძრავ-მოძრავ ქონებას და ყველაფერს შეიტან ამ კრიპტოვალუტაში და დაკარგავ საერთოდ ყველაფერს. ფიოდორ დოსტოევსკიც კი ასეთი დონის ჭკვიანი ფილოსოფოსი და მწერალიც კი, რომელიც ასეთ მშვენიერ შემოქმედებებს ქმნიდა, ისიც კი ამ ბაცილით იყო დაავადებული. ეხლა მაშინ კრიპტოვალუტა არ იყო, ალბათ კაზინოთი იყო ალბათ დაავადებული, ამას გულისხმობდა ალბათ რაღაც აზარტული თამაშებით. და ახლა ისევ ასეთი ადამიანები ინტერნეტში არიან დაკავებულები მსგავსი საქმიანობით. ისინი ფიქრობენ, რომ გამოიმუშავებენ და გამდიდრდებიან და მთელი ცხოვრება შენ მოგიწევს, იჯდე და უყურ ამ ეკრანს თუ როგორ ადიან და ჩამოდიან ეს ხაზები, ეს პატარა ეშმაკუნები ზევით ქვევით და შენ სრულიად ამაზე იქნები დამოკიდებული. შენ ვერასოდეს ვერ შეძლებ ფულის გამომუშავებას და თუ კი რაიმეს გამოიმუშავებ, მიიღებ შენი ადრენალინის დოზას და რაღაცა დროის შემდგომ შენ მთელ შენს ფულს მაინც ისევ უკან იქ ჩადებ და ისევ გაგრძელდება ამ ხაზების წინ და უკან თამაში. მორჩა, შენ დაინფიცირებული ხარ ამ ბაცილით. შენ ვერ შეძლებ ამ ყველაფრიდან თავის გათავისუფლებას და უნდა იცოდე, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი გზა ამ ყველაფრისგან გათავისუფლება არის ლოცვა, მარხვა და აღსარება, ზიარება და ეკლესიური ცხოვრების ჩარევა. დანარჩენ საკუთარი ძალებით ადამიანს არ შეუძლია ამ ყველაფრისგან, ამ ვნებებისგან გათავისუფლება. დაიცავით თქვენი თავი კრიპტოვალუტისაგან, დაიცავით თავი კაზინოებისაგან, ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირეთ, არც კი გაეკაროთ, ეს ყველაფერი სრული სისულელეა და ამ კაზინოებში შემყავს მთელი ეს ფინანსური პირამიდები. მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მეგობრებო, მე თქვენ გეხვეწებით, თუ კი ჯერ კიდევ არ გარეულ ხართ მსგავსი ციფრული ვალუტის ფინანსურ საქმიანობებში და ჯერ კიდევ არ დაავადებულ ხართ ამ ბაცილისაგან, მაშინ თავი დაიცავი მსგავსი საქმიანობისგან. არაფერი კარგი ამ ყველაფრისგან არ გამოვა. ეს ყველაფერი ტყუილია.
ეს ყველაფერი მატრიცაა, რომელშიც საკუთარი ხელით მიძვრებით. იმიტომ რომ მე უკვე გვიანი იქნება და იქიდან ვეღარასოდეს ვეღარ გამოხვალთ. ეს დამოკიდებულებაა და კოშმარია. არ გააკეთოთ ეს, არ გაეკაროთ არც კაზინოს და არც ციფრულ ვალუტას და მით უმეტეს ფინანსურ პირამიდებს კიდევ. და ახლა მთელი ეს აჟიოტაჟი, ტრამპ კოინი და ყველას რომ გამდიდრება უნდა, всё, ადგა და ჩამოვარდა. ჩამოიშალა ხალხის მთელი ოცნებები. მორჩა აღარ არსებობს თქვენი ეს სიმდიდრე. უცებ დავარდა მისი ფასი და ბევრმა ადამიანმა დაკარგა ფული. ზუსტად ამ სიძუნწის გამო. მორჩა ფული აღარ არის. ულიწილი ბაბკი, რუსულად იძახის, ხო და? ხო და აქ ერთ დავამატებდი, რომ მე ადრე რაც მოვისმინე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კიდე ზოგადად ეს მიდგომა რომ საერთო ჯამშიო და რაც მე თანხმები რომ საერთო ჯამში ეს კრიპტოვალუტა რომ უნდა მიაბან ციფრული სამყაროს ეგ გასაგებია მაგრამ ეს რა არისო იცით ხალხო რომ ეს არისო ახალგაზრდების მოტყუებაო რომ თითქოს რაღაცას ქმნიო და ერთ დღესაც როდესაც იმ ინტერნეტს და დეს გათიშავენო შენ დარჩებიო ყველაფრის გარეშე იმიტომ რომ ამ ფულს ვერ გამოიყენებ ხელში არ გიჭირავს არც პროფესია არც საქმიანობა არც ის რომ თქვა რაღაცა რეალური პროდუქტი მოიყვანო სადღაც ყველაფერი რომ გათიშონ და დაკეტო უცებ შენარჩები ჰაერში რა ამაზეა საუბარი საკუთარ თვით გადარჩენის ინსტინქტებსაც კი კლავენ ბოლომდე გასაგებია რომ ვიღაცები რა თქმა უნდა მდიდრდებიან ერთეულები მდიდრდებიან და მიდის ის ლამბორჯინების და Instagram ლაქშერული დუბაის ცხოვრებები გასაგებია მაგრამ ერთეულები მდიდრდებიან ასე სხვების ხარჯზე და როგორც ფინანსური პირამიდა იგივე რა ხო და მაგაზია საუბარი როდესაც გათიშავენ რომ ეს ემსახურება იმას რომ ახალგაზრდობა იყოს უუნარო ყველანაირად რა ხალხმა რაზე მელაპარაკე ხალხმა ცეცხლის დანთება არ იცის რაზე მელაპარაკებით ხო ხდები და ამიტომ ეს არის ერთი ძალიან დიდი საცდური რაც მე დენის და ინტერნეტის გათიშვის და გადატვირთვის და პერეზაგრუზკების პერიოდში სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს თელ თაობებს და ვინც ფიქრობს რომ ეს პრობლემა არ იქნება ისინი ციფრულ ვალუტაზე ამ აცრებზე ყველაფერზე იმდენად დამოკიდებული იქნებიან მაგ იმის გამო რომ თავიანთი თანხები არ დაკარგონ აიცრებიან კი არა ფეხის მოჭრა რო დაჭერდეთ იმაზეც არ იტყვიან უარს ოღონდ თავიანთი ფინანსები არ დაკარგონ აი ამაზე მინდოდა საუბარი მოგეთ ჰიტლერზე რომ ეკითხებოდით და მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება ეს რომ მთელი და ესეც ამაზეც გიპასუხეთ ნაწილობრივ მე კიდევ ვისაუბრებთ და კრიპტოვალუტაზეც გითხარით და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც დაიგიგმა ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომი იყო ის რომ გაბატონებულიყო მსოფლიოში დოლარი აი ეს არის მთელი ამბავი